საუნდის დროა. ამჯერად საუნდროს ფირსაკრავზე მოხვდა როზალიას ახალი ალბომი Lux. როზალიასთვის ამბიციურობა და ექსპერიმენტებისგან სწრაფვა არ ახალია, ამიტომ Lux-იც ამავე სულისკვეთების ნიმუშია. ალბომი საინტერესოდ აერთიანებს კლასიკური მუსიკის, პოპის, ავანგარდისა და როზალიასთვის სახასიათო ფლამენკოს ელემენტებს. მუსიკა ძალიან ლამაზად არის არანჟირებული, ისეთ კომპლექსურ თემებს ეხება, როგორც არის რელიგია, სიყვარული, სიკვდილი და შურისძიება. ალბომს განსაკუთრებულ ხიბლს აძლევს ლონდონის სიმფონიური ორკესტრი, გუნდი და როზალიას ძლიერი ემოციით სავსე ვოკალი. მით უფრო პირველ სინგლში, Berkheimში, ალბომის ალბათ ინსტრუმენტალურად ყველაზე დატვირთულ კომპოზიციაში. მაგრამ ასეთ ამბიციას და ექსპერიმენტებს თავის ნაკლოვანებებიც მოსდევს ხოლმე. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მინუსი ისაა, რომ მუსიკალური იდენტობები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ერთ-ერთ სიღრმეებში ჩასვლას ვერ ასწრებს და იდეები ბოლომდე ვერ ვითარდება. ეს პომპეზური კრეშენდოები ისეთი სისწრაფით შემორბიან და გარბიან, რომ ეფექტის მოხდენის მიუხედავად უფრო გულს გიცრუებენ სიმღერის მიმართ. ამის მაგალითია სხვა მხრივ კარგი გამხსნელი და დასაწყისშივე შთამბეჭდავი ტრეკი Sexo Violencia y Llantas. მეორე სიმღერაც რელიგია, ჟანრებს შორის crossover-ის ფანტასტიკური მაგალითი არის. კარგად გაშლილი ყოფილიყო, უფრო სრულფასოვანი ტრეკიც იქნებოდა. დემადრუგაც ცოტა ნერვებს მიშლის, რადგან ფლამენკოს, პოპის და კლასიკის ის სინთეზი, რაც აქ საოცარ ჟღერადობას ქმნის, დაკარგულია სექციების ნაადრევ ქათებში და ხმოვან იდენტობაზე ვერ ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ Divine Eyes არის პირველი ჟანრობრივად იდეალურად შეკრული სიმღერა ალბომში. აქ არის ელმავალივით ბიტი და რითმი, რომელიც სხვადასხვა ინსტრუმენტალში ძალიან ბუნებრივად მონაცვლეობს. ერლა შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ შინაარსობრივად ამოვარდნილია, კლასიკური მუსიკისა და პოპის არაჩვეულებრივი სინთეზია. სიმღერა სტრუქტურული განვითარებითაც ძალიან შთამბეჭდავია. La Rumba del Perdón არაჩვეულებრივი კომპოზიცია არის, გუნდის, ბიტის, სიმების და ვოკალის ჟანრობრივი და სტრუქტურული სრულყოფილი სინთეზი. აუცილებლად ალბომის power depth შორისაა ეს ტრეკი. Mio Cristo Piange Diamanti ცალსახად ერთ-ერთი ჰაილაიტია ალბომში. როზალიას გაშიშვლებული ვოკალი და ორკესტრის მსუბუქი აკომპანიმენტი ჩემთვის არიაზე მეტად უფრო კინომიუზიკლის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეგრევე გამახსენდა Anne Hathaway's I Dreamed Dream Les Miserables-დან. აი რაც ჩემთვის არაფერში ჭდება, არის პორცელანა. მელოდიურად და ვოკალურად ძალიან საშუალო დონის, რომელიც სურო მუსიკალური შედევრი იყოს, მაინც ყოველჯერ დავსკიფავდი იმ ავადსახსენებელი ფიჩერის გამო. სკე და როგორ არ უნდა ვახსენოთ მაგნოლიას. ჰობოისის დელიკატური სოლო, ვოკალი, გუნდი, ინსტრუმენტალიზაცია. ტირამე მაგნოლიას ან დამაღარეთ მაგნოლიები არის ის შინაარსობრივი და სენტიმენტალური ფინალი, რომელიც ამ ალბომის პოტენციალს ნამდვილად შეესაბამებოდა. როზალიას თქმით, ეს არის მაქსიმალისტური ალბომი. ამის გამოხატულებაა მათ შორის 10-ზე მეტ ენაზე სიმღერა და სხვადასხვა კულტურის წმინდანებთან პარალელები. ალბომის კონცეპტუალური ელემენტები თავისთავად საინტერესოა, მაგრამ ტექსტები ცოტა არ იყოს ხარისხით ჩამორჩება. Berkheimმა განსხვავებული მოლოდინი შექმნა იმისა, როგორი იქნებოდა დანარჩენი ალბომი. კლასიკურის და პოპის სინთეზი ცოტა უფრო გაბედული შეიძლება ყოფილიყო. ამ ალბომის ძირითადი სიზუსტე ბოლომდე მიუყვანელი ჩანაფიქრები და დაუსრულებელი იდეებია. ყველაფრის გათვალისწინებით ამ ალბომს დავწერდი 10-დან 6. და შენ რას ფიქრობ Lux-ზე? მოგეწონა, არ მოგეწონა, გულში მლანძღავ? დამიწერე კომენტარებში და არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა.